თბილისის საერთაშორისო წიგნის მე-14 ფესტივალი დღეს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიხსნა. ახალი გამოცემები, ავტორები, განსხვავებული ფასები და განსაკუთრებული აქციები ფესტივალის ტრადიციული შემადგენელი ნაწილია. წიგნის საერთაშორისო ფესტივალს წელს განსაკუთრებული სტუმარი ყავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. ექსპოზიცია 27 მაისამდე გაგრძელდება. ჩვენ გამომცემლობები განსაკუთრებით ვემზადებით, ეს არის ერთგვარი შეჯამება მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისა და ბუნებრივია ძალიან გვიხარია, როდესაც ამდენ კითხვას ვხედავთ, რომლებიც რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ვიცით, რომ ყოველი მკითხველი ელოდება ფესტივალს სწორედ იმიტომ, რომ აქ შეხვდებიან მწერლებს, შეიძენენ წიგნებს ფასდაკლებით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული წიგნების სტენდი ყოველთვის გამორჩეულია და დიდ ყურადღებას და მოწონებას იმსახურებს. ძალიან მაინტერესებდა ქართული გამომცემლობის საქმიანობა და ამ ფესტივალზეც ბევრი მსმენია. სწორედ ამიტომ ჩამოვედი და ძალიან სწორადაც მოვიქეცი. თქვენს ქვეყანაში პირველად მოგზაურობ. რაც შეეხება ფესტივალს, ის არსებობის 10 წელზე მეტ სითვლის და ვფიქრობ, ყოველ წელს კიდევ უფრო საინტერესო გახდება. მასტერკლასები ბათუმის კონსერვატორიის სტუდენტებისათვის. მოაბეში რეგიონების